მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ჩემო საყვარლებო. მე გახლავართ ნატალია. ტარო ფსიქოლოგ აწუყვე პრაქტიკოს ეზოთერიკოსი. დეტალური ინფორმაციისთვის ჩემს შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩემს პირად გვერდზე, სადაც ასევე მითითებული მექნება ჩემი საკონტაქტო მისამართი პირადი კონსულტაციებისთვის, რომელსაც ასევე დავდებ კომენტარებში. მაშასე. დღეს მე თქვენთან მოვედი ასეთი საინტერესო გაშლით. დუმილი. სურს თუ არა თქვენს პარტნიორს დუმილის დარღვევა და გადმოდგამს თუ არა იგი პირველ ნაბიჯს. მე დღეს თქვენთვის მოვამზადე ვეითის დასტა, რომელიც უკვე აჩეხილი მაქვს, მაგრამ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ შევეცდები მის აჩეხვას. შევეცდები არა ავჩეხავ, უფრო სწორედ. და მაშასე ნახოთ დღევანდელი, დასტა უკვე მზად არის. დღევანდელი ჩვენი გაშლა რას გვეტყვის? თქვენი პარტნიორის შესახებ. მოდით პერიოდი ავიღოთ მაქსიმუმ 6 თვე. უფრო ზუსტი რომ იყოს, მე გირჩევდით. მინიმუმ თუნდაც ერთი დღე შეიძლება, მაგრამ მოდით რაღაც საჯარო გაშლა არის. თქვენთვის მომინდია ეს თემა. შეგიძლიათ აიღოთ მაქსიმუმ 6 თვე, დანარჩენი თქვენ თვითონ როგორც გაგეხარდებათ. მაშასე, გადმოდგამს თუ არა იგი პირველ ნაბიჯს. ნახოთ, რას გვეტყვის დღეს ჩვენი ვეითის დასტა. და პირველი. ხმლების რაინდი. აქტიური, ენერგიული. ადამიანი, რომელიც მოდით ასე ვთქვათ, საკუთარ თავს არ მალავს, აქვს მიზანი არჩეული და იგი მიზნისკენ მიდის, მაგრამ იცის, რომ მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი ენერგია არის საჭირო და მე ასე ვფიქრობ, თქვენი პარტნიორი, გოგოებმა ავიღოთ, მიიღეთ ბიჭებმა, საწინააღმდეგოს გესის პარტნიორზე, გოგონებზე. თქვენი პარტნიორი საკმაოდ მე ასე ვფიქრობ, არა, რასაც მეუბნება დასტა. თქვენი პარტნიორი ზუსტად ამის გამო არის ახლა დუმილში, რადგან მან გადაწყვიტოს და მოიფიქროს, აღიდგინოს ძალები თუ როგორ განავითაროს შემდგომში თქვენდამი ურთიერთობა. კი ბატონო. ზუსტად ის, რაც გითხარით უკვე. მან აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად იმისა, რომ მის გონებაში დღეს ამ წუთას არის ძალიან დიდი ქაოსი, ძალიან დიდ ბრძოლას გადის იგი საკუთარ თავთან, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ჩამოყალიბდეს და კიდევ ერთხელ გითხარით, გაერკვეს საკუთარ გრძნობებში, საკუთარი გრძნობებიდან გამომდინარე დაალაგოს სიტუაციები და ურთიერთობა, როგორ უნდა განავრცოს და გააგრძელოს თქვენთან. და იგი ამ პერიოდს სიმართლე რომ გითხრათ, გადის არა არჩევს და აკეთებს კიდევაც, რომ გაიაროს საკუთარ ნათესავებთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ასე ვთქვათ, ერთგვარ რელაქს აკეთებს, ერთგვარ განტვირთვას აკეთებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ არ ხდება დღევანდელი ან ორდღიანი ან თუნდაც ერთკვირიანი პაუზა, ხომ, და დუმილი. ეს არის დიდხნიანი პაუზა, სადაც იყო საკმაოდ ისეთი ღრმა დეპრესია, რაც გამოიწვია ზუსტად აი ამ ქაოსმა, ამ გაურკვეველმა სიტუაციამ, ამ გაურკვეველმა ურთიერთობამ,
გაურკვეველმა იმიტომ, რომ თქვენი პარტნიორი არ ელოდა იმას თუ თუ ესე განვითარდებოდა თქვენდამი ურთიერთობა, თქვენდამი გრძნობები, უფრო ზუსტად დავაზუსტოთ, არა მხოლოდ ურთიერთობა. რატომღაც მას ეგონა, რომ თქვენთან მხოლოდ გაერთობოდა, გაატარებდა კარგ დროს, იქნებოდა შეხვედრები, იქნებოდა გასეირნება და შემდეგ შენ სახლში და მე ჩემ სახლში, მაგრამ რაც უფრო მეტად გადიოდა დრო და რაც უფრო მეტად გაგიცნოთ და გაგიცნოთ არა მხოლოდ ვიზუალურად გაიცნოთ თქვენი პიროვნება, უფრო მეტად გაუჩნდა თქვენს მიმართ ინტერესი და ამ ინტერესმა უკვე გრძნობა წარმოქმნა. რასაც იგი არ ელოდა, სიმართლე რომ გითხრათ, ამ მოულოდნელობამ იგი ჩააგდო ძალიან ღრმა დეპრესიაში. მოდით აქ ვიტყოდი, მაინც საჯარო გაშლა არის, აშკარა არის, ხომ ეხა ადამიანი, როდესაც ვინმეს მიმართ აღმოაჩენს გრძნობას, ეს პირიქით მისთვის სასიხარულო უნდა იყოს და თუ კი არაფერი და არავინ არ უშლის ხელს, ეს ურთიერთობა ავტომატურად უნდა განვითარდეს, მაგრამ მე აქ ხედავ, რომ მას აქვს ერთგვარი შიში და ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, საჯარო გაშლა არის. აქ მონაწილეობს იმ მხრივ, რომ მის გონებაზე და მის ცხოვრებაში არის მესამე ადამიანი, ან მესამე ობიექტი, ასე ვთქვათ, სამკუთხედზე არის აქ საუბარი, მხოლოდ ეს არ იქნება ან ის რომ დაოჯახებულია, არა, შეიძლება იყოს ვინმესთვის ეს აქტუალური თემა, მაგრამ პირდაპირ გაგებით მიიღებთ, ხო? იმიტომ რომ არის ზოგჯერ სიტუაციები, სადაც თუნდაც დედა არის მესამე პირად მოვლინებული, ხო? ოჯახი, მეგობარი, შვილი, ანუ ძალიან ისეთი თემა არის ეს და მოდით არ განვავრცოთ, მაგრამ ვიცოდეთ, როდესაც სამკუთხედს და მესამე პირს ვახსენებთ, ეს არ იგულისხმება, ამაში არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ან ცოლი, ან ქმარი, ხო? და ამიტომ მივუბრუნდეთ ჩვენს თემას, მოვარდით, ასე ვთქვათ, თემიდან და ამიტომ იგი მიეცა, ასე ვთქვათ, ღრმა დეპრესიას, ხო? მაგრამ ამ დეპრესიიდან იგი გამოვიდა და იგი მან გადაწყვიტა, რომ დრო გაატაროს თავის მეგობრებთან, თავის ნათესავებთან, კი ბატონო, აი ისი ჩვენი გატეხილი გული და ისევ ვამბობ, რომ მაინც საჯარო თემა არის და აქ სამკუთხედიც იგულისხმება და ზუსტად აი ამ თავისი ქაოსური, ასე ვთქვათ, სიტუაციის გამო გაურკვევლობაში არის. ანუ ამ სიტუაციას იგი აღიქვავს როგორც აი ესეთი გადაუჭრელი პრობლემა, ანუ არ შესწევს მას ძალა თითქოს რომ ეს პრობლემა, თითქოს არა, არ შესწევს მას არც ძალა, არც უნარი, რომ ეს პრობლემა გადაჭრას, თუმცა ძალიან ცუდად გრძნობს თავს ამის გამო და ძალიან იტანჯავს თავს პენტაკლების მეფე. ღმერთო ჩემო, ხმების მეფე. აქ მაღალი ძალები არიან ჩართული, ჩემო ძვირფასებო. მაღალი ძალები არიან უკვე ჩართული იმის გამო, რომ მოხდეს ამ ადამიანის დეპრესიული სიტუაციიდან გამოსვლა, ის რომ მან გადმოდგას თქვენს მიმართ, კი ბატონო, თქვენს მიმართ ნაბიჯი, გამოვიდეს კონტაქტზე, ან თუნდაც რაიმე სახის მინიშნება მოგცეთ იმის, რომ იგი ფიქრობს თქვენზე, რომ იგი არის თუნდაც ღამე, როდესაც დაწვება და განმარტოვდება, მოდით ასე ვთქვათ, მიეცემა ფიქრებს. კი ბატონო, ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის.
და ზუსტად ეს ემოციები აიძულებენ მას, რომ მოქმედებაში მოვიდეს, თუმცა რომ გითხრათ, რომ ძალიან მოქმედებს და ძალიან სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, და იცის, რომ რაღაც ნაბიჯები არის გადასადგმელი იმის გამო, რომ საერთოდ არ დაგკარგოთ და საერთოდ არ დაკარგოს თავისთვის ძვირფასი ურთიერთობა. რატომღაც აი თასებიც ამოვიდა, როგორც იქნა. ნუ მე გეუბნებით რა გოგოებო, აქ არის მესამე მხარე, მესამე პირი არის ჩართული. მაგრამ კარგი და დამაიმედებელი ის არის ამ სიტუაციაში, რომ თქვენი პარტნიორი გადავაუცილებლად თასების მეფის ენერგიაში. თასების მეფის ენერგია ადამიანი, რომელიც გრძნობებს და აყენებს პირველ ადგილას, მას ინდომება, რომ ამ სიყვარულით აივსოს, იყოს ბედნიერი, ყოველივე საუკეთესო ენდომება საკუთარი თავისთვის და რა თქმა უნდა, შესაბამისად იგი მივა იმ აზრამდე, რომ უნდა გამოვიდეს კავშირზე, რასაც მე ნამდვილად ყოველივე თქვენგანს ვუსურვებ. თუ რა იქნება შემდეგში, ჩემო ძვირფასებო, ამის გარკვევა უკვე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, პირად კონსულტაციაზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საკონტაქტო მისამართი მითითებული მექნება როგორც პირად გვერდზე, ასევე კომენტარებში. მე გისურვებთ ჯანმრთელობას, უამრავ სიხარულს და რაც მთავარია, უდიდეს სიყვარულს. გელოდებით კომენტარებში და მე ვისურვებდი თქვენ დაგეწერათ კომენტარებში თქვენთვის კითხვები თქვენთვის სასურველ და საინტერესო თემებზე და მე შეძლებ ის დაგვარად გავაკეთებ გაშლებს თქვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით. მიყვარხართ ძალიან და გელოდებით.